Avis Buddhas დაუბრუნდა ეროვნულ ხელისუფლებას, ეროვნულ მოძრაობას და უნდა იცოდეთ რომ ხალბატონი ანა თვითონ იფრის ალბათ, მაგრამ მე ბევრი ის მომივიდა, მესეჯები მომივიდა, ხალბატონი ანა არ გახლავთ ლელოს წევრი, ხალბატონი ანა არის დამოუკიდებელი პარტიის ლიდერი და მან ეს თვითონ გადაწყვეტილება ასე მიიღო, ვინაიდან მისი ოჯახი მთლიანად ეროვნული სულის მატარებელია, ქრისტიანულ პლატფორმაზე და ღირებულებებზე აღზრდილია და ამიტომ დგას ის კანონიერი ხელისუფლების გვერდით. ხალბატონ ანას მინდა გადავწე სიტყვა. მოგესალმება. ძალიან მადლობა ბატონ გვერდ. მე ამ შესაძლებლობას მოგესალმებით მეგობრებო. ამ შესაძლებლობას რომ ყველა თქვენთაგანს უდიდესი პატივისცემა დაუდასტურო. ბატონ გურამს უდიდესი პატივისცემა დაუდასტურო. უზენაესი საბჭოს წევრებს, ყველა ადამიანს, ვინც აქ არის, ვინც გვისმენს, ვინც ამ მოძრაობას ქომაგობს, პირადად გადაუხადო მადლობა და დაუდასტურო, ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე, ვინაიდან თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც მოიპოვა საქართველოს დამოუკიდებლობა და თქვენმა ოჯახებმა, ისევე როგორც ჩემმა ოჯახმა, მამაჩემმა, რომელიც არაერთხელ იყო დაკავებული, რომელიც მორიგჯერ რომ დააკავეს ედუარდ შევარდნაძის დროს, შემოვლის დროს, ერთადერთი რაღაცა დაიბარა, თქვა რომ შეიძლებაო მაწამონო, მაგრამ თქვენო არ ინერვიულოთო. სახში რო გაყავდათ მორიგჯერ რომ მოაკითხეს, ალბათ მე-12ჯერ. თქვენ ხო ეს ყველას პირადად კარგად გახსოვთ. ეს რეპრესია, ის ჩექმა, ის სასამართლო, ის სასამართლო, რომელიც თავისუფლების და დამოუკიდებლობის საშუალება კი არ არის და სამართლიანობის დადგენის საშუალება კი არ არის, რეპრესიული ჩექმა. ეს ხო თქვენ თითოეულს კარგად გახსოვთ. და მე დღეს აქ იმიტომ ვარ, რომ ის ბრძოლა, რომელიც დღეს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე და ჩვენი ქვეყნის წინაშეა, იგივე ბრძოლაა, რომელიც თქვენ დაიწყეთ, ჩემო კარგო ხალხო, და რომელიც თქვენ მოიგეთ, კი გდევნეს, კი დაგდევდნენ, კი რეპრესიებში იყავით, სამსახურებს არ გაძლევდნენ, გაგასახლეს, ზოგი არ გაასახლეს სპეციალურად და გაწვალეს წლების განმავლობაში. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ დღეს რო ქართულ პასპორტს ვატარებთ, და იქ რო ქართულად წერია, ეს ბრძოლა თქვენი მოგებულია და დღეს რო გაგიბედეს, რომ შენობა არ გაგიხსნეს, ეს არაფერი არ არის, თუ არა ძალიან დიდი შიში იმ ხალხის წინაშე, რომელსაც ამდენი წელი ამოძრავებს ერთადერთი რაღაცა, არც შიში გატეხს, არც მოსყიდვა, არც ზეწოლა, არც თხოვნა, ერთადერთი რაღაც ამოძრავებს და ეს რაღაც არის ძალიან საშიში. და ეს რაღაც არის იდეა, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა. და ამიტომ ჩემო საყვარელო ხალხო, თქვენ არა გაქვთ უფლება რომ დაიღალოთ, ჩვენ არა გვაქვს უფლება რომ დავიღალოთ. ჩვენ და თქვენ არა გაქვთ უფლება რომ ცუდად ვიყოთ. ჩვენ და თქვენ შვილებს არა გვაქვს უფლება რომ აქ არ იყოს ახალგაზრდები. შემდეგ შეკრებაზე, მეორე, მესამე შეკრებაზე სკოლებში უნდა იყოს დიდ მოედნებში, პარკებში უნდა იყოს შეკრებები, სადაც იქნებიან ახალგაზრდები, რომლებიც გაიგებენ, ახლიდან მოისმენენ და ისწავლიან საქართველოს დამოუკიდებლობის ზვიადის და მერაბისეულ იდეებს. გისურვებთ წარმატებებს, დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება ჩვენს წინაშეა. როგორც ზვიადი იტყოდა, ხალხო, უზარმაზარ უწყულს ვებძვით. გასაგებია, რომ ეს მოგება არ იქნება არც ერთ დეკადაში და არც ორ დეკადაში. ურთულესი ბრძოლა, მაგრამ ის ბრძოლა, რომელიც თქვენ აქამდე მოიტანეთ, ეს ბრძოლა არის უძლიერესი და მას დამარცხება არ უწერია. მაგრად იყავით.